კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი კახეთში იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებთან ერთად კურდღელაურში და ვაჩნააძიანში ჩავიდა. ივანიშვილი მოსახლეობას გაესაუბრა და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ხელისუფლება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ქმედით ღონისძიებებს არ ატარებს. გავლია 1500 და 1300 რას ნიშნავს? მე ვიცი რომ აქ არიან ისეთი სოფლები და იმხელა მეურნეობები აქვს რომ 10-15 ტონა ყურძენ ჩააბარებდნენ. ისე 20-ზე ხო არ ანგარიშობენ ესენი. არანაკლები ლარი უნდა იყოს ყურძნის ფასი. 1500 პირდაპირ ხდება. კომუნისტების დროს ხორცი რომ მიჭამია და კბილებში დამრჩენია ზუსტად ის არის ის 1500. თუ შევადარებთ ამას ზუსტად ეგ არის. გეთანხმებით. სულ მისულობ და ტრაქტორით კიბეები ასულობ და დაუნგრევიან თლიანად მაჩვენეს რომ ეს დამახოდრეს საჩუქრად. ეხლა იქ ეჭვიაქვთ რომ საჭესთან თვითონ სააკაშვილის და საჭესტანის ჩანაწერებს უყურებენ კამერაზე. საჭესთან ამოიცნეს სააკაშვილის გავს ის კაცი ვინც ზის საჭესთან ამ კიბეებს რო ანგრევს. შეიძლება სააკაშვილი არ იყო, მაგრამ მისი ლანდი რომ იყო ეს ფაქტია.